მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიოს სივრცეზე FM 98-სა და 5-ზე, მე გურამ ნიკოლაშვილი გახლავართ. თბილისის დროის 14 საათი და 9 წუთია, ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი სეზონის ფოკუსშია საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი და მასთან დაკავშირებული პროცესები. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ანალიტიკოსი ცოტნე მარღია, რომელთან ერთადაც ვილაპარაკებთ სოფლიოსა და ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე. Ყველას დიდი აქტუალობა ალბათ ცოტნე შეგვიძლია დავიწყოთ ამ თემით. ჩემი აზრით და ყურადღება, რასაც ჩვენ უნდა მივაქციოთ, არის ჩვენს უახლოეს სამეზობლოში მიმდინარე პროცესი. ცოტა ხნის ძალიან დინამიურად ვითარდება მოვლენები ბაქოში. ცოტა ხნის წინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი იყო ვიზიტით, სამუშაო ვიზიტით და სადაც შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და ძალიან მალევე ჩვენ ვნახეთ სირიის ახალი ხელმძღვანელობის, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ ტერორისტი იყო და მასზე დაწყსებული იყო ერთგვარი ჯილდო და დღეს კი ის უკვე რაღაცა ევროპა ამერიკა სანქციებს უხსნის, ევროპა მას პინძლობს, ეხლა ბაქოში ჩავიდა და მანამდე კი ჩვენ ვნახეთ ერთგვარი ფორუმი ყარაბაღში, სადაც ყველა აზერბაიჯანის მეზობელი მონაწილეობდა პრაქტიკულად თურქეთი, ირანი და სომხეთი. და ჩვენ ხედავ დინამიურ პროცესს, რომელთაც თლიანად იქმნება შტაბეჭდილება, რომ ხდება რაღაცა შიდა პოლიტიკის შეცვლა. ეს კონტურები გამოკვეთილია, შედეგი ჯერჯერობით უცნობია რა და როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ ხედავთ ძალიან გართულებულ ურთიერთობას, ტრადიციული ურთიერთობას ბაქოსას მოსკოვთან, რომელიც ბევრ რამეში გამოიხატება, ვინც ახლა სიახლეებს თვალსადევნებს აღარ ჩამოვთვლი მათ ეს იციან, როგორც არის დიასპორის ხელმძღვანელის დაპატიმრება, როგორც არის საზღვრები აზერბაიჯანს ჯერ კიდევ არა აქვს გახსნილი არც ჩვენთან და არც რუსეთთან კოვიდის შემდეგ და რაღაც რუსული სახლების დახურვა და ასე შემდეგ და ის განცხადებები, რომელთაც ის მაგალითად უკრაინასში მეომრებს მხარი დაუჭირა აზერბაიჯანული ეთნოსის, ხოლო პირიქით თქვა, რომ რუსეთის მხარეს ბრძოლა ეს არ არის სამართლიანი. რა თქმა უნდა, ლაპარაკი არის იმაზე, რომ ხდება რაღაცა წანაცვლება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მთლიანად არის ჩაფლული უკრაინის ომში. ყველა ის შესაძლებლობა, რაც მის მეზობლებს გააჩნიათ ამ დროს, იწყებს აქტუალიზებას და თითქოს აი კბილს უსინჯავენ, რომ რაღაცა შეიძლება თუ არა სერიოზული ცვლილების განხორციელება. ჩვენ გვახსოვს, რომ ოდესაც ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რაც კავკასიაში შედგა იმ 90-იან წლებში, იმ ფონზე განსაკუთრებით, როდესაც ეთნო კონფლიქტები და სეპარატისტული მოძრაობები რაღაც ახალი ხილი იყო და ძალიან მძიმე და რთულად დასრულდა, ამ დროს მაგალითად შესაძლებლობა გაჩნდა, რომ რუსეთის გვერდის ავლის ენერგეტიკული პროექტი განხორციელებული იყო და ჩვენ მივიღეთ აი ეს მილსადენი და გაზსადენი, ხო, იმ დროს. დღეს შენ როგორ უყურებ ვითარებას, რამდენად არის ახალი შესაძლებლობის პანჯარა კავკასიისთვის გახსნილი აი იმ ფონზე, რაც სოფლიოში ხდება? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ხო, საინტერესო პროცესები ვითარდება კავკასიაში, როგორც ასევე აღნიშნე შენ. უბრალოდ მე შესაძლებლობის ფანჯარად ნაკლებად აღვიქვამ, უფრო რაღაცა საფრთხეთ აღვიქვამ იმ პროცესებს, რაც შეიძლება კავკასიაში განვითარდეს, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად რეგიონისთვის. აქედან დავიწყოთ, რომ აი როგორც თქვი, თითქოს რუსეთს კბილს უსინჯავენ, იმიტომ რომ რუსეთი ფაქტია მთლიანად ჩაფლულია უკრაინის კონფლიქტში და ვერ იცლის სხვა მის გარშემო არსებული პროცესებისთვის. ამის ფაქტია თუნდაც სირიაში რეჟიმ ჩეინჯი და ასადების ოჯახის ჩამოგდება, რომელიც ფაქტის წინაშე დააყენეს რუსები და უბრალოდ მათ მოუწიათ ამ ფაქტის მიღება და შესაბამისად მათ კონტროლი შეუსუსტათ ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე, სირიაში რეჟიმის შეცვლის პირობებში. თან ამავდროულად სირიაში რეჟიმის შეცვლა კიდევ უფრო გააძლიერა თურქეთი, რომელსაც აქვს ამბიციები იმისა, რომ არა მხოლოდ კავკასიაში უნდა
იყოს ნომერ პირველი სახელმწიფო და საკუთარი გავლენა და გავლენა გააძლიეროს, არამედ იგივე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. აქედან გამომდინარე, თურქეთის მადა იმატებს კავკასიასთან მიმართებაშიც და პროცესები, რომელსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, ხო, თითქოს აი ეს აზერბაიჯანული დემარში, მან რიტორიკის დონეზე კიდევ უფრო მწვავედ დგას საკითხი იქ. აზერბაიჯანული მედია ძალიან მწვავედ გამოეხმაურა რუსეთში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაკავებას და რაღაცა იყო მსგავსი მესიჯ ბოქსებიც კი რომ ეს თქვენ რაღაცა როგორც საბჭოთა კავშირის პირობებში ჩვენ აღვიქვამთ როგორც რაღაცა მეორეულ ხალხს და ეს აღარ გამოვა და ეს ასე აღარ იქნება და ჩვენ ვართ რაღაცა სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს უნდა აღვიქვათ ჩემი აზრით პროცესად, როდესაც თან ამას დაუკავშირებ მე და არ მგონია შემთხვევითი ტრამპის შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან დაკავშირებითაც, ხო? ანუ თავიდან იყო ტრამპი მზად იყო და რა ვიცი თითქმის ისე იმ დონეზეც კი მიდიოდა დათმობაზე რუსეთთან უკრაინის კონფლიქტის გადასაწყვეტად და ომის გასაჩერებლად, რომ ეს ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევდა პროდასალურად გაწყობილ ადამიანებში, როგორც აქ, მათ შორის ისევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინც ანტირუსულად იყო განწყობილი, ასე რომ ვთქვათ, ხო? და დღეს ეს რიტორიკა უფრო შეცვლილია. ტრამპი იმაზეც კი საუბრობს უკვე დღეს, რომ შეიძლება ტრამპმა მიაწოდოს უკრაინას შეტევითი იარაღები, რომელიც შეძლებს მოსკოვზე იერიშის მიტანას. ეს რატომ შეიცვალა რიტორიკა და რა პარალელი არის კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან, რა პარალელს ხედავ მე აი ამ ორ ფაქტ შორის. ფაქტია, რომ ამერიკელები და მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმებას ვერ ახერხებს, არის რაღაც საკითხები, რომელზეც ისინი უბრალოდ ვერ თანხმდებიან. აქედან გამომდინარე რა გზა აქვს, როგორ ხედავს ტრამპი ჩემი გადმოსახედიდან აი ამ კონფლიქტის გადაწყვეტას. კავკასიაში პროცესების ესკალაციით, რომელიც ალბათ და იმედია სამხედრო ესკალაციამდე არ მივა, უბრალოდ გამწვავდება პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გარშემო. ისინი ტრამპი და დასავლეთი რუსებს უჩვენებს, რომ მათ არ აქვთ ისეთი კარგი მდგომარეობა, როგორადაც თვითონ პოზიციონირებენ, იმიტომ რომ ისინი მთლიანად ჩართულები არიან უკრაინის კონფლიქტში და მათი შესაძლებლობები, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მოიცალონ და საკუთარი ინტერესები დაიცვან ისე, როგორც მათ სჭირდებათ ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეს გავს რუსეთის იძულებას ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებას, სადაც რუსეთი იძულებული იქნება ამერიკულ მხარეს, დასავლურ მხარეს დათანხმდეს იმ პირობებზე, რა პირობებზეც როგორც ჩანს დღეს არ თანხმდება, ხომ? ამის პარალელურად ვრცელდება დაუშვათ იგივე პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის დეტალები, სადაც პუტინი ეუბნება, რომ სადღაც 60 დღის ვადაში ის აპირებს კიდევ უფრო გააძლიეროს შეტევა უკრაინაზე, იმისთვის რომ გავიდეს იმ ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, რომელიც ეგრეთ წოდებული რეფერენდუმით რუსეთმა მიიერთა უკრაინულ ტერიტორიები, ხო? აი იმ საზღვრის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლას აპირებს. ხო, აი ამ დაპირისპირების კონტექსტში ვხედავ მე კავკასიას და არ აღვიქვამ როგორც რაღაცა ალტერნატიულ შესაძლებლობას აი ამ აქ არსებული ქვეყნებისთვის, ხო? ეს შეიძლება იყოს თურქეთისთვის და ეს შეიძლება იყოს აზერბაიჯანისთვის, რომლებიც, იმდენად დაახლოებული სახელმწიფოებია საკუთარ ერთი ორ სახელმწიფოში, ესეც კი მოიხსენიებენ საკუთარ თავს, ხო? მათი ინტერესები ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. თუმცა ეს ინტერესები სხვა კავკასიის სხვა ქვეყნებისთვის, ხო, მათ შორის სამხრეთ კავკასიის, საქართველოსა და სომხეთისთვის, ხო? ცალსახად არ დგას, იმიტომ რომ თუნდაც სომხეთის თემატიკა რო ავიღოთ, აი რომ გადავხედოთ ყარაბახის კონფლიქტს, პირველ კონფლიქტს, მერე მეორე კონფლიქტს, ეხლა რაც იყო და საბოლოო ჯამში იმ შედეგებს, რა შედეგებიც სომხეთს დაუდგა, ხო? დღეს სომხეთის გამოკვეთილი ანტირუსული პოლიტიკა. შიგნით რა პროცესებსაც ფაშინიანის მთავრობა წარმართავს, ხო? მათ შორის შეტევა გრიგორიანულ ეკლესიაზე სომხეთის, ხო? ეს არ არის შემთხვევითი პროცესი და სხვათა შორის მე არც ყარაბახის დაკარგვა არ მიმაჩნია შემთხვევით პროცესად. ყარაბახი იყო საკითხი, რომელსაც დაახლოებით ალბათ ასე აღიქვამდა ანტირუსულად ან პროდასალურად ესე იგი მოაზროვნე და მოფიქრალი სომხური ელიტა, რომ ეს იყო რაღაცა ლოდი, რომელიც სომხეთს აიძულებდა რუსეთთან მოკავშირეობას, ან რუსეთის ჩრდილქვეშ ყოფნას და შესაბამისად ამ ლოდის მოცილება მოხდა, როდესაც მათ ყარაბაღზე ფაქტობრივად უარი თქვეს
და სომხებმა და ფაშინიანმა ყოველ შემთხვევაში დათმო ყარაბაღი, დათმო მის სომხეთის ევროპული მომავლის საპირწონედ. ეს გავს მე ესეთ შედარებას გავაკეთებ აი სააკაშვილის რეჟიმს, რომელიც იყო 2003-2012 წლებში და ფაშინიანის დღევანდელ ხელისუფლებას შორის არსებობს რაღაცა პარალელები. იგივე ყარაბაღთან არსებობს 2008 წლის პარალელი, რომელიც ანუ აგვისტოს ომის პარალელი, რომელიც ასევე დაახლოებით იგივე და ჩვენთვის კიდევ უფრო უარეს შედეგად დაგვიჯდა აღიარებულ რუსეთის მიერ აღიარებულ ორ რესპუბლიკად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანუ სამაჩაბლოს რეგიონის სახით და სამაგიეროდ ჩვენ მივიღეთ ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, ხო? და ევროკავშირის წევრი. ზუსტად იგივე პროცესები მიმდინარეობს ახლა სომხეთში და ამ ყველაფერს სათავეში უდგას ფაშინიანის ხელისუფლება და ის პარალელები როგორადაც მიმდინარეობს, ანუ რა მექანიზმითაც აკეთებენ ამას, ხო? როგორადაც აკეთებდა მიშა აქ, ხო? ანუ ეს რაღაცა ტრადიციული ღირებულებების ან იმ ორგანოებისადმი შეტევით და ვთქვათ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რომელიც სერიოზული შეტევით ობიექტი იყო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს და მერეც პრინციპში ლიბერალური ძალების მხრიდან საქართველოს ზუსტად იგივე პროცესია სომხეთშიც. ამიტომ არ ვიცი ჩვენი ქვეყნის და ჩვენ მთავრობის ეს პოლიტიკა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობის რაღაცა კუნძული აქ, ხო? აი ამ დაპირისპირებაშიც შესაძლო დაპირისპირებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კავკასიაში, ჩვენ უნდა ვცადოთ და გამოვნახოთ რაღაცა საერთო ინტერესი ყველასთან, არა ერთმანეთის დაპირისპირების, არამედ ამ ინტერესების თანაკვეთისთვის და რაღაცნაირად უნდა შევძლოთ მშვიდობის პოლიტიკის შეთავაზება კავკასიაში მოთამაშე ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, მათ შორის რუსეთისთვის, მათ შორის თურქეთისთვის და მათ შორის აზერბაიჯანისთვისაც. ხო, უბრალოდ კიდევ ერთი საკითხი აქვს თუ იმ კონტექსტს გავყვებით რა კონტექსტიც მე შემომყავს, შეიძლება საკამათო იყოს და ვიღაც არ მეთანხმებოდეს, მაგრამ თუ ამ კონტექსტს გავყვებით ხომ და თუ ჩვენ ჩავთვლით რომ ეს პროცესები რაც კავკასიაში მიდის რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ისიც ფაქტია რომ საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობით დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე იყო გუშინ. მათ შორის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუსეთის სახელმწიფოსთვის, ხო? იმიტომ რომ რუსეთის სახელმწიფოს კავკასიაში საკუთარი ინტერესების გატარების აუცილებლობა უდგას, იმიტომ რომ ეს არის სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, ჯერ ეს ერთი ბუფერული ზონა მისთვის, ეს ერთი სამხედრო პოლიტიკურად და მეორეს ერთი არის ჩრდილოეთ სამხრეთის ეკონომიკური დერეფნის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, ხო? აქედან გამომდინარე აქ არსებობს მათი ინტერესები, მაგრამ ჩვენ ინტერესები გვაქვს, ხო? რა არის ჩვენი ინტერესები, რომ გვაქვს ორი ქვეყნის 20% ოკუპირებული, რომელიც უნდა რაღაცნაირად მშვიდობიანი პოლიტიკით რაღაცნაირად მოახერხოთ ისე, რომ აღმოჩნდეს ისევ ქართული იურისდიქციის ქვეშ. ხო და დღეს რა შესაძლებლობიც არსებობს აი ამ დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ამის შანსი ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვაქვს თუ ჩვენ რაღაცა გადავუახავთ ერთ რაღაცა სენად ქცეულ ფობიას რომ არ გსურს ლაპარაკი იმ ხალხთან ვისთანაც ყველაზე მეტი გვაქვს ალაპარაკო ხო რო შევაჯამოთ ერთგვარად ხო ესე იგი რა გამოდის აი რომ ამოვიდეთ სიტყვაზე 3+3 ფორმატიდან როგორადაც იყო ეს ფორმატი აგებული სამი ნიშნავს დიდ ქვეყნებს რუსეთს, ირანს და თურქეთს, რომელთაც საკვანძო ტერიტორია გააჩნია სამი პატარა რესპუბლიკის სახით აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ხო? და ლაპარაკი იყო აი ამ ფორმატზე. ეს აქტიური იყო ეს თემატიკა, ვიდრე მოხდებოდა ინტერვენცია საჰაერო ირანის ტერიტორიაზე, რომელიც დიდწილად ამაზეც ბევრი ვილაპარაკეთ ამ გადაცემაში ერთგვარად გათამაშებული და დადგმული სპექტაკლი იყო, იმიტომ რომ კაცმა არ იცის შესუსტად თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები. ფაქტია რომ აქ მოხდა თანამშრომლობა დიდ ქვეყნებს შორის, ჩართული იყო რუსეთი, ჩართული იყო ირანი და ერთგვარად რაღაცნაირად ეს იყო ისრაელის მხარდამჭერი აქცია, ეს თუ შეიძლება ესე ითქვას. და რაღაცნაირად ყურადღება ამითი ყველა მიხეირა. იმიტომ რომ რუსეთს აი ამ ინტერვენციამ გაუხსნა ხელფეხი თავისი მიზნებისთვის, რასაც ბოლო 4 წელია მისდევს, გადმოვიდა ყურადღება უკრაინის საკითხიდან, ისრაელმაც გადაიტანა ყურადღება სხვაგან და აგრძელებს ღაზას სექტორის შეიძლება ითქვას დაუთავებას
ჩინეთმაც მოსინჯა რაღაცა რეგიონალური ხარდამჭერის როლი და ბოლოს თქვა რომ სადღაც არც რუსეთის არც ირანის დამხობა მისი ინტერესი არ არის. აი ეს დინამიური პროცესი ვითარდება და ჩვენ ვხედავთ რომ თანდათანობით ტოქსიკური აქტივებისგან ტრამპის ადმინისტრაცია სურს განთავისუფლება. ხომ მისთვის აღარ არის პრიორიტეტული უკრაინის ომი, რომელიც იყო მის არჩევამდე მთავარი საკითხი ხომ სოფლიოში და იგონებს სხვადასხვა გამოსვლის სცენარებს, ხო ჯერ იყო და თავის ამორჩეველს რო უთხრას, აი მე წამოვიღე მინერალების შეთანხმება და ბაიდენის დროს დახარჯული ფული რაღაცნაირად ამოვიღე ან ამოვიღებ და ეს მისი ბრალია რომ დაიწყო. ეხლაც მას აიძულებენ რომ გარკვეულად ხარდამჭერი იყოს აი ამ კამპანიის დასავლეთის მონაწილეობის უკრაინის ომში და მან თქვა რომ მე მივყიდი იარაღს აპირებს ყოველ შემთხვევაში ამბობენ დღეს მაგის თქმას რომ მე მივყიდი იარაღს ნატოს ოღონ ფულად და მე ნატო დაეხმაროს უკვე ანუ დასავლეთი ევროპა დაეხმაროს უკვე უკრაინას ის რაღაცნაირად შეატოვა იმიტომ რომ ლობისტებიც სინამდვილეში მათ უკრაინულ მხარეს სწორედ ევროპაში ყავს და მათ არ სურთ ამ ომის ამ ფორმით დამთავრება რაც შენ აღნიშნე და რომ გამოვეხმაურო ანუ რუსეთის მხრიდან ჩვენ სულ გვესმის გარკვეული პირობები ჩვენ ვერასდროს ვერ მოვისმენთ პირობები დასავლეთის მხრიდან. ხო, სავაჭრო რა არის? იმოლაპარაკების მაგიდაზე, რაზე ლაპარაკობენ. მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე და ნუ ამ შემთხვევაში პასუხი მარტივი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხდება თუ არსებითად ჩვენ რაღაც პირობებზე არ შედო რა აზრი აქვს ეს ცეცხლის შეწყვეტას. ხო, ხარ ისთვის დავიწყეთ მაშინ ომი ეგრე გამოდის. და თავარი მიზეზი, რაზეც ზოგი დასავლელი ლაპარაკობს და რაზეც რუსეთი ლაპარაკობს, არის ის, რომ თავარი მიზეზად მას აქვს ხელთ დახვეული ეს ნატოს არ გაფართოების თემა. და როდესაც ეს მან ულტიმატუმი ჯერ წარადგინა, შემდეგ ომი დაიწყო, აი მარეალში, რომელშიც ის მიიჩნევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დამოხდეს ნატოს გაფართოება, ექცევა საქართველოს. და როგორც მისი საწინააღმდეგო სტრატეგიის ერთ-ერთი ხაზი, ჩვენ ახლა ვნახეთ ტრადიციული ქვეყნების ინტერესების გააქტიურება. ანუ თურქეთის ინტერესი მაგალითად არის რომ მას კონდეს პირდაპირ წვდომა შუა აზიის რესპუბლიკებთან და ეგრეთ წოდებული დიდი თურანის სარტყელი შეადგინოს, რომელიც მას მისცემს უფრო ვიდრე მისი და აზერბაიჯანის ურთიერთობა, უფრო დიდი თანამშრომლობის ფორმატს, ხო? და რაღაცად მას სურს თავისი მოცულობის გაზრდა ამ მხრივ. იმიტომ რომ მომავლის პლანეტაზე როცა რამდენი ანალიტიკოსებს აქვთ ეს შეფასება, რომ მნიშვნელოვანი იქნება რაღაც სერიოზული, მით უმეტეს ენობრივი ჯგუფები იმისათვის, რომ ამა თუ იმ კონგლომერატმა შეძლოს ხელოვნური ინტელექტის განვითარება, საერთო ცივილიზაციურ პროცესს არ ჩამორჩეს და ეს ძირითადად გადის ხოლმე ეს ლინგვისტურ ჯგუფებში. ანუ 1 მილიარდის ზომის ეს თქვა აგლომერაცია მაინც გჭირდება იმისათვის რომ შენ იყო კონკურენტუნარიანი თანამედროვე პლანეტაზე. ეხლა წარმოვიდგინეთ ეხლა საქართველოს შედარება არ არის აქ უბრალოდ ჩვეულებრივ ქვეყნებზეა ლაპარაკი, ხო? და ამ ხრივ ეს იყო თურქეთის ინტერესი, აზერბაიჯანის ინტერესი არის რომ ერთი რასაც მიაღწია დაიბრუნა კონფლიქტური ტერიტორია, რომელიც მას ჰქონდა დაკარგული. და ყარაბაღის გარდა იქ იყო ის აფხაზური რა იყო და აზერბაიჯანული რაიონები ხო რაც წაღებული ქონდა სომხეთს და მას სურს პირდაპირ თავის თავარ მოკავშირესთან თურქეთთან პირდაპირ კავშირი შესაბამისად თუ თურქეთის შენი თავარი მოკავშირეა მაგრამ ტრადიციულად ყველაფერში რუსეთი დგას შენს უკან საჭირო არის ამ სასწორის ბალანსის და სტატუს-კოს შეცვლა რასაც ის მოახერხებს აი ამ დერეფნის მხრივ და ამას ჭირდება სომხეთის რა თქმა უნდა დაყოლიება ამა თუ იმ ფორმატზე. რაც სომხეთის ძალიან ძნელია. წარმოგიდგენთ ფაშინმა რამდენი ნაბიჯი გადადგა, ხო ის დაუპირისპირდა ელიტას, რომელიც რუსეთთან არის მიბმული, დაუპირისპირდა ეკლესიას, დაიწყო შესაბამისად იქ ამ კამპანიის გაფართოება და რასთავარებ მან უარი თქვა სწორედ აი ამ ტოქსიურ აქტივებზე რა. ყარაბაღის საკითხზე უარი თქვა თავარი იდენტობის ღერძზე, გენოციდის აღიარების მოთხოვნაზე, არარატის მთაზე, ყველაფერზე ესე ვთქვათ რა. იმისათვის რომ მან ეს ქვეყანა შეინარჩუნოს, მაგრამ მისი პირობები რატომ ვერ ხერხდება. ჩვენ ვნახეთ აი დასავლეთის მონაწილეობით, ხა აბუ-დაბის როცა ჩაატარებს შენ მას ფორუმს, ეს ნიშნავს რომ დასავლეთია ჩართული. დასავლეთის მონაწილეობით ჩვენ ვნახეთ აი ეს ფორუმი, მაგრამ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ ჩანს, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა სომხეთისთვის აი ამ გადაწყვეტილების რაღაცა მიღება, რაც უნდა დათანხმდეს. და ბუნებაც ლოგიკურად აქ იხატება ეს სურათი, რომ აქ რჩება საქართველო და რჩება თავისი რაღაცა პრობლემებით და რაც თავარია,
პირველი გამოსაკვეთია რა თანამშრომლობის რა ფორმას და რა კონტურს მიიღებს აი ეს თურქულ, სომხურ, აზერბაიჯანული ურთიერთობა ერთი და მეორე რა იქნება ამაზე რუსული რეაქცია. ანუ ჩვენ ხوار უსწრებთ ერთგვარად მოვლენებს წინ, იმიტომ რომ საქართველოს რაც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ აქცია თავის პოლიტიკად და რითაც მან მართლმა ძალა მოიპოვა მოსახლეობის ხარდაჭერა იყო სწორედ ის რომ ეს არის ხაფანგი და ჩვენ ხაფანგში ფეხი არ უნდა ჩავდგათ, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ მსგავსი რამ უკვე 2008-ში და კიდე მანამდე არაერთხელ მოგვსულია, ხო? იმიტომ რომ იყო მოწოდებები, რომ გაისერინეთ აფხაზეთისკენ, რაღაცა და სწორედ ეს აქცია მთავარ ქვაკუთხედა თავისი პოლიტიკის ხელისუფლებამ, რომ არა, ეს არის ხაფანგი, აქ შესვლა არ შეიძლება, თუ რომ ამაზე მივიღებ ძალიან ცუდ პასუხს და რას თავარია, გეოგრაფიულადაც ჩვენ ყველაზე მოწყობილ მდგომარეობაში ვართ, ან ჩვენ არა მარტო საზღვესაზღვრება ყველაზე დიდი საზღვრით რუსეთი, არამედ შიგნით აქვს, ხო ეს ბაზები და შემოჭრილია ჩვენს ტერიტორიაზე განსხვავებით იგივე აზერბაიჯანისაგან. აქედან გამომდინარე, ცოტა ბუნდოვანია ეს პერსპექტივა, მოხდება თუ არა, შენი აზრით შეიძლება თუ არა ერთგვარი ცვლილება მოხდეს მართლა, აი მაგ ეგ შეეძლებლობის ფანჯარაში, რომ დღეს იყოს ეს სიტუაცია, რომ რაღაც ახალი ტიპის ალიანსი შედგეს და დასუსტეს ტრადიციული გავლენები კავკასიაში. თუ ეს დროებითი რყევაა და პრინციპში მაინც ეს სტატუს კვო რაღაცნაირად შენარჩუნდება იმ ტრადიციული გავლენებით, რაც ქვეყნებს ჰქონდათ კავკასიაში. ესმის, ხო, აი, უბრალოდ კავკასიის კონტექსტში საუბრისას მინდა შემოვიტანო აი ეგრეთ წოდებული აფხაზეთში განვითარებული მოვლენები რამდენიმე თვის წინ, როდესაც იქ პრინციპში სახელმწიფო გადატრიალება შედგა, ანუ ეს არაღიარებული სახელმწიფო და არაღიარებული გადატრიალება, ასე თუ ვიტყვით, ხო, როდესაც იქ პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი ბჟანია, ხო, ჩამოაგდეს და იქ დაინიშნა ხელახალი არჩევნები და ეს არჩევნები მიდიოდა საკმაოდ ურთიერთ დაპირისპირების ფონზე, ხო? ანუ იქ თუ ჩვენ გადავხედავთ იგივე აფხაზურ მედიაში რა ინფორმაციებიც ვრცელდებოდა, იგივე რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე რუსებს და დაუშვათ რუსულ მედიაში, მათ შორის ერთ-ერთ მთავარ რუს პროპაგანდის როგორიც არის მაგალითად სალავიოვი, ხო, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთში ისეთი პროცესები მიდის, რომლის უკანაც დგანან თურქული სპეცსამსახურები და თურქული გავლენები, ხო? შესაბამისად ეს პროცესი დაუშვათ, ხო, რუსულ-თურქული, ასე ვთქვათ, შესაძლო დაპირისპირება რეგიონში, ხო? აფხაზეთსაც კი გადაწყვდა თავისი შინაარსი და იქ მე რაც ვიცი და რასაც გავეცანი, როგორც გავეცანი, ხო, აფხაზური ადგილობრივ მედიას პრინციპში არჩევნებში, ეგრეთ წოდებულ არჩევნებში პრორუსული კანდიდატის გასვლაში დიდი როლი ითამაშა ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ და საბოლოო ჯამში ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები აფხაზურ მოსახლეობაში, შიგნით ეთნიკურად მცხოვრებ აფხაზებში, ეგრეთ წოდებულმა პრორუსულმა კანდიდატმა წააგო და შესაბამისად ეს დღეს დიდი გამოწვევა არის რუსეთისთვის, რომ იქაც კი აფხაზეთშიც კი რომელიც ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ღირებული ქვეყანა, რომელსაც აფხაზეთს აღიარებს თვითონ რუსეთია და არის რუსული გავლენების ქვეშ და ბაზაც კი აქ მეორე ბაზას აშენებს უკვე, ხო, იქ, ანუ იქაც კი რუსულ ინტერესებს და რუსულ გავლენებს საფრთხე შეექმნა, ხო? ეს რაღაცა სიგნალი იყო რუსეთისთვის და ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან და უსმენენ და ფიქრობენ ამ საკითხზე. შესაბამისად, აი ამ პირობებში, აი ამის გათვალისწინებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ კონტურების მოხაზვით, რაც ჩვენ მოვხაზეთ დაუშვათ იმ შესაძლებლობაზე პერსპექტივაზე საუბრისას, როდესაც ეს თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხური ალიანსის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით, ხო, რუსული ინტერესები, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ რეგიონში მცირდება. უბრალოდ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი, შემიძლია ვივარაუდო, იმიტომ რომ პრინციპში როგორც აღნიშნე, ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონი, ისევე როგორც უკრაინა, რომელიც წითელი ხაზი აღმოჩნდა რუსეთისთვის და იმდენად წითელი ხაზი აღმოჩნდა, რომ იქ უკვე რაღაც მილიონზე მეტი სასტიკი სისხლისმღვრელი ომი მიდის, ეს მე-4 წელია და მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი ორივე მხრიდან. მსგავსადვე წითელი ხაზი არის კავკასიის რეგიონი რუსეთისთვისაც. ძალიან მარტივად შეგვიძლია პარალელის გავლა და მაგალითის მოყვანა თუ რატომ საბჭოთა კავშირის გრევის შემდეგ რუსეთმა სულ ორი სამხედრო საომარი მოქმედებები ჩაატარა ორ მიმართულებით
მიმართულებაზე. ერთი, ეს იყო 2008 წელს საქართველოსთან, როდესაც იქ დათქმა გაჩნდა, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი და მეორე ეს იყო უკრაინაში ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც თვითონ ეძახიან, ხო? შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეს მიმართულებები რუსეთისთვის არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი და სხვადასხვა შორის მე გავიხსენებ ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლის კელოგის რამდენიმე თვის წინანდელ განცხადებას, ოდესაც ის გამოეხმაურა რუსეთის აი ამ პირობას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ოდესაც მან თქვა, რომ ამერიკული მხარე პრინციპში მზად არის ისაუბროს რუსეთთან, საქართველოსა და უკრაინის. კელოგს ბევრი განცხადება ჰქონდა და ბუნებრივია ხშირად ამბობდნენ, რომ ძალიან თანხმდებოდა რუსეთის პოზიციას და ჩვენ რასთავარია გვახსოვს, რომ უკრაინაში ამერიკის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი გადადგა იმის გამო, რომ ის არ დაეთანხმა ამერიკის პოლიტიკას, რომელიც მეტზეწოლას ახორციელებდა უკრაინაზე იმის გამო, რომ მას ეჩვენებოდა, რომ ამერიკულ მხარეს, რომ ის საკმარისად არ იყო მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის, ხო, აი პირობებზე დასათანხმებლად. და ჩვენ რასთავარია უკრაინისგან საერთოდ მოგვისმენი არასოდეს, უბრალოდ აი ცეცხლის შეწყვეტვა და სითხოვენ, თორემ მზაობა რაღაცის დასათმობად იმ ფონზე, როდესაც უამრავი განცხადება გვესმის, რომ უბრალოდ ის სტატუს კო ვეღარ აღდგება, რაც იყო. ამის მიუხედავად. მაგრამ ეხლა შენ თქვი, რომ ორი კონფლიქტი იყო, მაგრამ თავარი კონფლიქტი არსებობდა 90-იან წლებში, 2000-იანების დასაწყისში, ეს არის ჩეჩნეთში ომი. ეს შიდა კონფლიქტი ხო, მაგრამ თუ რუსული თვალსაზრისით უკრაინას, რომელიც მისთვის წარმოადგენს რუსულ სივრცეს, აი ამ განზომილებიდან თუ მას შიდა კონფლიქტად განვიხილავთ და თუ კი რუსეთი ჩაფლულია ეხლა ამ კონფლიქტში პარალელს გავავლებთ რაღაცნაირად ჩეჩნეთის კონფლიქტთან, აი ამ დროს იყო სწორედ, როდესაც კავკასიაში რაღაცნაირად შეიცვალა ეს ვითარება რა, იქნებ ჩვენ ვეძებოთ დამოუკიდებელი გასასვლელი, იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ გარდა იმ რესურსისა, რაც რუსეთს ევროპულ ბაზარზე გაქონდა, ყოფილი რესპუბლიკების რესურსიც მისი გავლით გადიოდა, პირველ რიგში ესახებოდა შუა აზიას, იგივე ბაქოს და ასე შემდეგ. მაშინ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენ ცალკე ის თქვით ფანჯარა გაგვეჭრა, ხო, დასავლეთის მიმართულებით. მაგრამ დღეს რა ვითარებაც არის შექმნილი, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, ხო, როგორ განვითარდება ეს მოვლენები. აი ამ ვითარებაში ცალსახაა, რომ დაკვირვება სიფრთხილე მოზომილი, უბრალოდ რაღაც ავანტიურაში არ ჩართვა, იმიტომ რომ ეს ჩვენ ზუსტად ვიცით მე რა გვიჯდება ხოლმე. აი ეს ერთადერთი სწორი პოლიტიკა და უცნაური არის ის, რომ ქვეყანაში არსებული რაღაც ძალიან უცნაური შეხედულებების ოპოზიცია პირველი, რასაც ეწინააღმდეგება და ურტყავს, არის სწორედ ეს თემა. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. ოპოზიცია, რომელიც საჭირო დროს ვერც გაერთიანებას ახერხებს, საჭირო დროს ვერც ცალ-ცალკე რაღაცა ამორჩეულთან მუშაობას ახერხებს და თავარი მისი სამიზნი არის ზუსტად ის ფუნდამენტი, რაც ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. შენ როგორ ხსნი ამ ფენომენს? ხო, კი ბატონო, ჯერ 90-იან წლების კონტურებს რაც შეეხება, ხო, ანუ აი ამ ცვლილებებმა ეს ცვლილებები პრინციპში ჩვენ დაგვიჯდა ქვეყნის 20%-ად, ანუ ჩვენთვის ეს ცვლილებები უმტკივნეულ არ ყოფილა და დღეს მით უმეტეს ჩვენ როდესაც გვაქვს ქვეყნის 20% დაკარგული და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს რაღაცნაირად შერიგება ამ ხალხთან და რაღაცნაირად ისევ რეინტეგრაცია ქართულ იურიდიულ სივრცეში, ხო? აი ამ პირობებში ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაღაცა სხვა გზები ვეძიოთ. ეს არის ჩემი პირადი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, ხო, ქართული ოპოზიცია უბრალოდ გაბანკროტებულია თავის შესაბამისად მათი დღის წესრიგი არის მთლიანად მორგებული რაღაცა საგარეო დირექტივებს. ისინი აქ არ მოქმედებენ რაღაცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მოქმედებენ სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე. აი როგორც დავუშვათ იგივე ქართულმა ოცნებამ აღნიშნა და საგამოძიებო კომისიაც კი შეიქმნა დავუშვათ წინა რეჟიმის დანაშაულების გამოსაძიებლად, ხო, იგივე 2008 წლის კონფლიქტი, რომელსაც იგივე ბატონმა ბიძინაევანმა პირდაპირ დაარქვა გარედან ინსპირირებული კონფლიქტი სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, ხო? ანუ დაახლოებით იგივენაირად მოქმედებენ დღესაც. ზუსტად ამიტომ ურტყავენ იმ საკითხს, რომელიც ძალიან სათუთია და მნიშვნელოვანია დღეს ქართული სახელმწიფოსთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. ზუსტად იმ წერტილში ურტყავენ, სადაც მათ გარედან ეუბნებიან, რომ უნდა ურტყან, ხო?
საბოლოო ჯამში ქართული ოპოზიცია თელი თავისი შინაარსით და იმ სახით, რომ რა სახითაც დღეს არსებობს, ხო, ძალიან უსუსხო მდგომარეობაშია და კომიკურ მდგომარეობაშია, როდესაც მათ უბრალოდ ჩიხში არიან და გამოსავალს ვეღარ პოულობენ. ხო, ანუ რაღაცა დღეს უკვე ორად გაიყვნენ, რომლებიც არსებობს ერთი მიმართულება ქართული ოპოზიციური, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ეს ბოიკოტის რეჟიმი და საპროტესტო რეჟიმი უნდა გავაგრძელოთ და ჩვენ არ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ხო, რომელსაც სათავეში უდგას ნაციონალური მოძრაობა და არსებობს მეორე ფრთა ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. თუმცა საბოლოო ჯამში თუ შევხედავთ შანსებს, როგორც ერთი ფრთის თავისი პოლიტიკური ხედვის პერსპექტივისა და მეორე ფრთის პერსპექტივისა, ორივე ძალიან ცუდად გამოიყურება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ 8 თვიანმა საპროტესტო აქციებმა და გამოსვლებმა ვერანაირი შედეგი ვერ დადო, გარდა იმისა, რომ უკუ ეფექტი ჰქონდა, რომ ეს მუხტი კიდევ უფრო შესუსტდა და ნდობა იმ ოპოზიციური აუმჩევლისას კი, რომელმაც ხმა მისცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას ქართული ოცნების წინააღმდეგ, იმ საკუთარ აუმჩევლშიც კი ეს ნდობის ფაქტორი ნელ-ნელა ქვევით ეცემა, იმიტომ რომ როდესაც 8 თვე შენ საკუთარ ამორჩეველს პარლამენტში არ შედიხარ, ეძახი არალეგიტიმურს, გამოყავს ეს ხალხი ქუჩაში და 8 თვე დაატარებ წაღმა უგუღმა, ხო, ანუ ეს ეფექტი აუცილებლად იქნება. თუ შენ ვერ ქმნი გამარჯვების ეფექტს, შენ თავისთავად მარცხდები აი ამ ბრძოლაში. ხო, ანუ გამოჩნდა, რომ ოპოზიციამ ამ შემთხვევაში, სხვა შორის არა ეხლა, არამედ წლების განმავლობაში ყველა სტრატეგიული დაპირისპირება მართლ ძალასთან წააგო. ანუ პირველ რიგში დამარცხდა რა და რომელიც მუდმივად გრძელდებოდა. ჩვენ გვახსოვს, რომ პირველ ხანაში ქართული ოცნების მმართველობის ან დაახლოებით ნახევარმა გაიარა ეს უნიათოობის ძახილის ფონზე. 2019-დან ეს შეწყდა და ისევ დაუბრუნდნენ ძველ მესიჯს, რომელთაც ნაციონალური მოძრაობა ყველანაირ ოპოზიციას უპირისპირდებოდა, რომ თქვენ ხართ რუსეთმეები და ჩვენ ვართ მედასავლეთეები. თლათ 2012-ზე უჭირდათ ამ მედასავლეთეობის, იმიტომ რომ შინაარსობრივად რაც აკეთეს, აი ყველა წერტილი და მძიმე საწინააღმდეგო იყო ამ დასავლური რაღაც ღირებულებების, ხო ესია. და შემდეგ, როდესაც მათი აზრით ეს კულმინაცია უნდა მომხდარიყო, ანუ რაღაცნაირად ის თაობებში ან რაღაც ამორჩეველში უნდა გაეცოცხლებინათ, ეს ვთქვათ, პოლიტიკურ დივიდენდად უნდა ეთარგმნათ ეს მათი წლების განმავლობაში ნაწარმოები პროპაგანდა. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო ვითარება შეიცვალა და ყველაზე პრაგმატულ გზას დაადგა მმართველი ხელისუფლება, მაგრამ ამ ინერციით, ხო, ნაწილმა ყოველ შემთხვევაში ზოგი დარწმუნებული ვარ, მართლა პირდაპირ დირექტივით მოქმედებს, მაგრამ ნაწილმა ვერაფერი ვერ მოიფიქრა განსხვავებული, თუ არა ის, რომ იგივე გაეგრძელებინათ და ეთქვათ, რომ პირიქით გაამძაფრეს, რომ აი თითქოს ეხლა არის რაღაცა წყალგამყოფი და თითქოს ეხლა იყოფა ისტორია სწორ და არასწორ მხარეებად, მომავლის პერსპექტივიდან დანახული ისტორია საერთოდ ცალკე მოვლენა არის რა, რაც წარსულის პროექციას ნიშნავს მომავალზე. ეს უსაინტერესო ეს ფენომენია, რომ იციან რა როგორ მოხდება, იმიტომ რომ ადრე ეგრე მოხდა. ხო და აქედან გამომდინარე და მათ დაიწყეს ზუსტად პირიქით სენძაფრე, რომ საჭირო არის მეტი სანქცია, მეტი დაპირისპირება და ჩვენ ახლა უნდა აღვნიშნოთ სხვა მხარეს. ბუნებრივია, რომ ანუ ამორჩეველზე თუ გავაანალიზებთ რა ფაქტორებმა იმოქმედა, პირველი ფაქტორი ის იყო, რომ ყველანაირ ამორჩეველს გულისხმობ ახლა. როგორც ოცნების მხარდამჭერს, იმიტომ რომ შენ შემთხვევაში ამორჩეველი მაინც არა იმდენად რაციონალურად, არამედ რამდენად განწყობით იღებს გადაწყვეტილებას. მათ დაინახეს, რომ ის პოლიტიკა, რაც ხელისუფლებამ აირჩია 2022 წლის მერე, იყო ერთ-ერთი სწორი და პრაგმატული ნაწილი. მათ დაინახეს, რომ ეს მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურება კი არა, საერთაშორისო ასპარეზზე ესეთი ვითარება შეიქმნა, რაც 2022-ში არ ჩანდა. იმიტომ რომ მით უმეტეს პირველ თვეებში უკრაინამ წარმატებით მოიგერია რუსეთის შეტევა. მაგრამ შემდეგ გამოჩნდა, რომ დასავლეთმა შეაგულიანა უკრაინა და უთხრა, რომ ჩვენ დაგეხმარებით და შენ გაიმარჯვებ. გამარჯვებაში ბუნებრივია იგულისხმებოდა, რომ მოსკოვს კი არ აიღებდნენ, ამე თავის ტერიტორიას გაათავისუფლებდნენ. ამორჩეველმა დაინახა, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო ერთადერთი ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორი პოზიცია. მაგრამ რაღაც ნაწილმა მაინც მისცა ოპოზიციას მხარი, რომელმაც ანუ ჯერ შეიყვანა ესენი არჩევნებში და ყველანაირად ეუბნებოდა, რომ არა, ნუ გეშინიათ ეს არჩევნები, ბედი გადაწყვეტილია, ვერ გაყალბდება. ამერიკული მონაწილეობით ისე ტარდება, რომ ვერ გაყალბდება. ბუკვალურად 2 დღეში ეს შეატრიალა არჩევნების მერე, იმიტომ რომ შედეგი არ მოეწონათ და
ყველა სახთად დაგვტოვა როცა სალომე ზურაბიშვილის პირით ითქვა რომ არა ის თურმე გაყავდა არა გვაქვს მტკიცებულები მაგრამ გაყავდა მე გვახსოვს როგორ დაიწყეს ამ ძიება მიზეზების და ბოლოს მივიდნენ ოდიოზურ დასკვნამდე რომ იცით რა არის აი რუსეთის ხო ჩაერია ამერიკის არჩევნებში და 4 წელი დაჭირდათო და მართალია ვერ იპოვეს მაგრამ რახან ვერ იპოვეს მტკიცებულება ეს ხო არ ნიშნავს რომ არ გაყავდა ანუ როდესაც ეხა შენი ადამიანი ხალხი ამორჩევი იგი ცულებად მიგაჩნია რომ აი ამ მესიჯს მიყიდი ну ბუნებრივია მე რომ იმ მდგომარეობაში ხარ რაშიც ხარ შემდეგ როდესაც მათ გადაწყვიტეს რომ ესკალაცია მოეხდინათ პროცესის და რა გააჩინეს ეს სენტიმენტი რომ აი ხა რევოლუცია ხა აჯანყდი მასკენი რაღაცას გადავტეხავთ და ის ძველი სურათ ხატი გააცოცხლეს რომ პარლამენტში შეჭერით რაღაცა შეიცვლებოდა შემდეგ ესეც ჩავარდა და სადაც უნდა მისცე რომ მიხვდე რომ აი ეს ტაქტიკა აგებს და უნდა რაღაცა სხვა რამე გააკეთო მაგრამ ვერაფრით ვერ გამოდიან ამ მოჯედოებული წრიდან და რაც ნიშნავს რომ ამას კიდევ უფრო მეტად კარგავენ ეხლაც კი აი ამ სტუდიაში ყოველდღე ანუ როცა მაქვს ეთერი ყოველდღე ჯერზე ვიმეორებ რომ ეხლა რაც დგას უკვე ამ პოზიციის წინაშე მოცემულობა არის ის რომ ისინი საერთოდ გადარჩებიან და პოლიტიკური პროცესის სუბიექტებად დარჩებიან თუ არა. ოღონდ ამის თქმა მათ უჭირთ. ანუ იმ ნაწილს ვინც ახლა გადაწყვეტა რომ არჩევნებში შევიდეს, ამას ესე ვერც იძახიან, ისინი რა თქმა უნდა აპელირებენ რომ უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ მოვიგოთ. ყველა მიცის რომ ისინი ვერ მოიგებენ ამას, მაგრამ ისინი მაინც ჯიუტად, იმიტომ რომ ამის აღიარება ურთულესია. იმიტომ რაღაცა კალკულაციით ცდილობენ რომ ადამიანები მოატყონ. მაშინ როდესაც სამორჩეველს აქვს მეტი мотиваცია იმისათვის, რომ თუ მას რეალური მშვიდობა ჭირდება, მშვიდობაში გულისხმობა, აი დამშვიდება შიდა პროცესის და იმიტომ არის აქ ქვეყანამ საგარეო მშვიდობა შეინარჩუნოს, სწორედ ამიტომ მიდის ხო ეს პროცესი. თუ მას ეს ჭირდება, ბუნებრივია რომ აი ამორჩეველმას თავის თავში უნდა ჩაიხედოს და უნდა აღიაროს რომ რეალურად ვინ და რა აღმოჩნდა მართალი. ვინ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ ქვეყანას, ვინ მეტად იზრუნა, ვინ მეტად დაიცვა, ვინ მეტი სიფრთხილე გამოიჩინა და როგორც რუსულ ცნობილ ანდაზაშია, რომ კარაკით ფაფას ვერ გააფუჭებ. შეიძლება რაღაცა მეტი სიფრთხილე გამოიჩინო, მაგრამ мотиваცია ეს აბსოლუტურად გასაგებია. მათ პირველ რიგში ამას უნდა გასცენ პასუხი და ზუსტად ესე უნდა შეხედონ. უპასუხისმგებლობა არის შეუძლებელი. არ შეიძლება რომ თქვა რაც უნდა არ მოგწონდეს თქვა ეს მართველი ძალა და მის სხვადასხვა გამოვლინება და როგორ შეიძლება ამდენი წელი ადამიანები ქვეყანას მართავდნენ რაღაც შეცდომები არ თქონდათ ხო? ამის მიუხედავად არ შეიძლება რომ ის დაანგრიო რაც არის მიღწეული. და რაც შეეხება ოპოზიციას, თუ არ ვარგა უნდა გამოცვალო რა. როდესაც ის ცნობილი გამოთქმა არის, სადღაც რომ პრობლემები არის ბიზნესის წარმოებაში, საწოლებს არ ცვლიან, ხო, პერსონაჟებს ცვლიან. ხო, უბრალოდ ეს რესურსი რამდენად დააქვს ცვლილების ოპოზიციას, ხო, დღეს ანუ ის აუცილებლად დაგეთანხმო იმ იმაში, რომ ხო, რაღაც ნაწილი ოპოზიციის უბრალოდ ჩამორჩა დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. ის რომ საერთაშორისო დღის წესრიგი შეიცვალა და ის რაც გუშინ აქტუალური იყო, დღეს აღარ არის აქტუალური, ხო? თუნდაც ამერიკული პოლიტიკის დავუშვათ მიმართულებები იცვლება მისი მთავარი ტრამპის ადმინისტრაციის და მათი იდეოლოგების მთავარი სამიზნე ხდება ჩინეთი და არა რუსეთი როგორც თავად ჰქონდათ ეს გაცხადებული ხო ეს ძალიან ბევრ რაღაცას ცვლის მათ შორის ქართულ შიდა პოლიტიკაშიც ხო იმიტომ რომ ჩვენთან ძირითადად პოლიტიკური ძალები და ამ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება ხდება გარე ფაქტორების ანუ არის გარე ფაქტორების ასახვა შიგნით და შესაბამისად აი ეს გარე ფაქტორების ცვლილება იწვევს შიდა პოლიტიკურ ცვლილებებსაც ხო აქედან გამომდინარე ეს ნაწილი ოპოზიციისა რომელიც ასე ვთქვათ დირექტივებზე არ ზის და უშუალოდ არიღებს ყველა ნაბიჯს დირექტივებად ხო ეს ნაწილი ჩამორჩა უბრალოდ და ის ვერ ახერხებს ობიექტურად აღქმას იმ რეალობის რა რეალობაც არსებობს განსხვავებით მართველი გუნდისგან ეს არის მათი კიდევ ერთი პრობლემა უბრალოდ რესურსი აი ამ ოპოზიციური ფლანგის ცვლილებისა მე ამას უბრალოდ ვერ ხედავ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ვერ ხედავ ერთადერთი არა რო არსებობდეს ეგ რაღაცა კონტური ვიღაცის მაშინ დავინახავდით მაგრამ საქმე რაშია რომ ეს სადაც სარეველა ამოსული ხო ჯერ უნდა გაწმინდო ეს სარეველო რომ მე რაღაც ამოვიდეს აი მე ვერ ხედავ რა ამოდის და რას უშლის რანაირად ამოვა როცა სარეველით არის სავს ეს პოლიტიკა ეს იქნება ანუ იდეაში აი ეს იყო ბოლო ცდუნება რაც მათ ჰქონდათ რომ როდესაც მათ დაიჯერეს ეს ილუზია
ილუზია იმისი, რომ იცი რა არის, თუ მაგალითად შეიძლება ხელისუფლებისკენ არის ხალხი, მაგრამ ჩვენკენ არის დასავლეთი, რომ ბოლო დროს უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ ჩვენ, ხო, დიპლომატების, პირდაპირ უცხოეთის ევროპარლამენტარების, სხვათა და სხვათა რათა ზეგავლენა მოეხდინათ ქართულში და პოლიტიკას დარჩენების შედეგებზე. მათ ქონათ ილუზია, რომ კი, მაგრამ აი ამ ხელა ძალა თუ ჩვენ ხარს გვიჭერს, მაშინ შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ესეც დაამარცხა. ანუ აღმოჩნდა, რომ თუ შენ გაქვს საკმარისი ნება, თუ შენ გაქვს სიმტკიცე და თუ შენ ნამდვილად იცი, რომ წარმოადგენ ხალხის იმ კრიტიკულ მასას, რაც საჭირო არის ხელისუფლების განსახორციელებლად, მაშინ შესაძლებელია ეს გამარჯვება რა. ამ ეტაპამდე ეს ფაქტია, რომ ეს ესე ჩანს და იმიტომაც არის, რომ რაღაც უკომპრომისოა ხელისუფლება აი მთავარი მოცემულობის დაცვაში, ხო, რასაც ქვია, რომ ისე ჩვენ დელეგიტიმურად ვაცხადებთ არჩევნების შედეგებს. რას ნიშნავს? ანუ და ნიშნავს, რომ ყველანაირი ეს მოწოდება, რომ თავიდან ჩატარდეს, ახალი ჩატარდეს, ესე, ისე, ანუ ეს ყველაფერი არის რომ გავხსნათ რეალური შინაარსი, თქვენ წადით და მოვიდეს სხვა. კი, ანუ უბრალოდ დავიწყდათ, რომ 2003 წლის საქართველო არ არის, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტები საკუთარ სიმაღლეზე დგანან და ასრულებენ იმ საჭირო აუცილებლობებს, რომლებიც ჭირდება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას და მათ შორის ჭირდება ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დაცვას. ეს ერთი. და მეორე, რაც ასევე აღნიშნა, რომ ეს ჩვენ და ქართულ აღმოჩენილს, ქართულ მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს, აი ეს ოპოზიციური პარტიის და ოპოზიციური ძალის ლიდერები, რომლებიც რუსთაველზე იდგნენ და ბომბებს ითხოვდნენ, ხო? იმიტომ რომ თუ ეხლა კიევში ბომბების წვივა და თბილისში არ წვივა, თურმე ეს სირცხვილი ყოფილა მისთვის და ჯობია რომ აი ამ სირცხვილს ჯობია რომ რუსთაველზე რუსული ბომბები წვიოდეს. აი ეს ყველაფერი მათ კარგად ახსოვთ ზუსტად ის რომ დავუშვათ რომელიღაცა უკრაინელი მაღალჩინოსანი ითხოვდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში გასეირნებას და იქ იმიტომ რომ თურმე რუსული სამხედრო შენაერთები აღარ არის და იდეალური დრო არის საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის დასაბრუნებლად და თან ამის პარალელურად ხო აი ეს გეოპოლიტიკური მოცემულობები დღესაც კი რაც მიმდინარეობს ხო იგივე ისრაელ-ირანის დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის ხო რომელიც ყველაზე ახლო წერტილი იყო ბირთვულ დაპირისპირებასთან რომელთანაც კი მდგარა ხო კაცობრიობა დღემდე უკრაინის კონფლიქტი კავკასიაში არსებული ეს დაძაბულობა ამ ყველაფრის შემხედვარი ჩვენ მართლა რაღაცნაირად აი მშვიდობის ოაზისი ვარ და ეს არის ცალსახად მართველი ძალის დამსახურება და ამას აღიქვამს ამორჩეველი და ამის ნაცვლად ოპოზიცია რომელიც რაღაცა ლოგიკურად უნდა იყოს დაპირისპირებული და იქ კი არ უნდა უტევდეს, სადაც აუცილებლად დამარცხდება. ხო, არამედ რაღაცა სხვა თემატიკა უნდა გქონდეს წინ წამოწეული და მშვიდობის პოლიტიკას კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, უნდა დავუშვათ საუბრობდეს სოციალურ პრობლემებზე, რომლებიც ქვეყანაშია. ეხლა რახან ჩვენ ცოტა დრო დაგვჭირდა, შეგაწყვეტინებ და გეტყვი, რომ მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში პარადოქსალური რამ. მაშინ, როდესაც მთელი მართლა ოპოზიციის ერთგვარად სტრატეგია, ხო, პოლიტიკური უნდა იყოს აწყობილი გარკვეულ სუსტ წერტილებზე, რაზეც ყველაზე მეტად იმოქმედებ. თუნდაც პოპულისტურზე, ისეთ პოპულისტურზე, როგორიც არის, როცა ლაპარაკობენ, რომ წაგვლეკა თითქოს ქვეყანაში ემიგრაციამ და შეიცვალა რაღაც დემოგრაფიული ფორმატი და რა თქმა უნდა არის მომატებული, მაგრამ აპოკალიფტურ სურათს რო ხატავ, ეს ხო ერთგვარად პოპულიზმია, მაგრამ აი ესეც მუშაობს, ვიდრე აი თეთრზე როცა ცდილობ რომ შავად წარმოადგინო, ხო? და კიდევ მიუთითო სხვადასხვა საკითხებს. ანუ გარდა იმისა, რომ ხელისუფლება, ანუ ჩემი აზრით აბსოლუტური, აი შეიძლება ჭარბის სიმტკიცეც კი გამოიჩინა იმ კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად და დღესაც ჩვენ ვხედავთ, ხო, მიდის სასამართლოები და მიდის ანუ ძალიან პრინციპულად იმ დაჭერილი ადამიანების ისეთ გასამართლება და ახალი კანონები, ხო, რომელიც პრევენციას ახდენს პრაქტიკულად, რომ ხვალდაზეგ ადამიანებს არ კონდეს რაღაცა ცდუნება, რომ ისეთი დემოკრატიული გარემოა, რომ ეხლა მე ყველაფერი შემიძლია ვისარგებლო. ერთის ხელით მან გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ მეორეს ხელით თვითონვე დაიწყო იმის კეთება, რასაც წესით ოპოზიციას უნდა ჯერ მოეთხოვა, შემდეგ ალტერნატივა გაეჩინა, შემდეგ შეეცვალა და შემდეგ გაეკეთებინა. და მე გულისხმობ, რომ თვალსა და ხელშუა ისე რომ საერთოდ ვერ მოვიდა გონზე ოპოზიცია, ჩვენ ნახეთ განახლება სახელისუფლებო რგოლის, ხო, რაღაც მორიგ ჯერზე, ანუ ქართულ ოცნებას მუდმივად გააჩინა ერთგვარი რეგენერაციის უნარი, ხო, რაღაცნაირად ეს ელიტები იცვლებოდა. ჩვენ ხედავთ პრაქტიკულად განახლებულ მინისტრთა კაბინეტს, ახალ პრემიერ-მინისტრს, განსხვავებულ მიდგომებს და ყოველდღიურად
ხედავთ, რომ ის რაღაცა პრობლემები, რაც ადამიანებს აწუხებთ, ეს იქნება ნარკომანიის მხრივ, უმუშევრობის მხრივ, რაღაცა სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობის მხრივ, დაზოგვის მხრივ და ასე შემდეგ, ეს ნაბიჯები იდგმება და ყველაფერი კიდევ წინ არის. ანუ უკვე რაღაცა მოლოდინის ნაწილიც იზრდება, ხო? ანუ ჩვენ ხედავთ რაღაც ძველ ალტერნატივას, ვითომ თითქოს რაღაც ნაწილს მობეს და მაგრამ მის განახლებას და ამავე დროს ჩვენ ხედავთ ძალიან მკაფიო პოლიტიკას, რომელიც იცავს იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას გააჩნია და საერთოდ არ თulis, რომ ეს ახლა უცებ რაღაცის გამო წყალში უნდა გადაყაროს, რაც მოხდა 2008 წელს, ხო. აქედან გამომდინარე, ფიქრობ, რომ ეს ძალიან რთულ ვითარებას ქმნის და ეს აიძულებს მეტნაკლებად გონიერ ნაწილს, რომ იცი რა არის, მოდი მაინც ჩვენ უნდა შევიდეთ. ამას უბრალოდ ღიად ვერ ამბობენ ეს. ხო. კი ბატონო. მაგრამ რეალურად სწორედ ხვდებიან ამას და ხვდებიან, რომ ჯერ როგორც პროგრამა მინიმუმი არის, რომ შენ დარჩე პოლიტიკურ პროცესში. სხვანაირ შემთხვევაში ვინც აქ არ დარჩება, აი ნახავთ. წლის ბოლომდე ისინი უბრალოდ, ვეღარ იპოვიან ვერანაირად. ო, ისინი პოლიტიკურად გარდაიცვლებიან, ასე რომ ვთქვათ, აბსოლუტურად გეთანხმები. უბრალოდ ხო, ის ქართული ოცნება დღეს კიდევ უფრო მე რაღაცა ისეთი პარადოქსი მაქვს, როდესაც ამ პროცესებს ვაკვირდები, აი წესით 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოდის, რაღაცა ელექტორალური მხარდაჭერის კუთხით და ასევე ძალაუფლების მხრივ ყველაზე უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო. თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ძლიერია დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება არ ყოფილა არასდროს, მათ შორის 2012 წელსაც კი, იმიტომ რომ ის აი ამ გამოწვევებს, რაც არსებობს ქვეყანაში, ხო, საგარეო გამოწვევები იქნება, საშინაო გამოწვევები იქნება, ეს სწორად პასუხობს და სწორ დროს, სწორ ნაბიჯებს გავს, ხო, ეს იქნება ქვეყნის შინ თუ ქვეყნის გარეთ და არ ვიცი, მე ერთადერთი რაც დადებითი შეიძლება აღმოჩნდეს ამ პროცესებში ისევ ქართული ოცნება აკეთებს, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს აი ამ ოპოზიციური ძალების ძალიან დიდი ნაწილის გასამართლება, ანუ დაჭერაზე არ არის საუბარი, უბრალოდ პოლიტიკურად გასამართლება, რომ მათ აეგზავნოთ პოლიტიკაში მოღვაწეობა და ეს შექმნის შესაძლებლობა, ჩემი აზრით, რომ აი ეს ახალი ალტერნატიული ოპოზიციური ძალები გაჩნდეს, როგორც შენ აღნიშნე, აი ამ სარეველას როგორც კი მოვაშორებთ და ბუნებრივად შეიქმნება გარემო, რომ იქნებ რაღაც გაჩნდეს. თუ საზოგადოება უნდა დაბადოს და მან უნდა გამოყვებოს ის ძალები, თუ მას ესე მიაჩნია და მათ მოუწევთ ამის გაკეთებას. სხვანაირად ჩვენ ვართ რაღაც მოჯადებულ წრეში. მადლობა ცოტნე სტუმრობისთვის, საინტერესო დისკუსიისთვის. ჩვენი გადაცემა კი დღეს დასრულებულია. ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს.